თავი 26. არ შეიქმნათ კერპები და ქანდაკებები. არ აღმართოთ სვეტები. არ ჩადგათ თქვენს ქვეყანაში მოხატული ქვების ათაყვანოდ. რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. ჩემი შაბათები დაიცავით და ჩემი საწმიდარების გეშინოდეთ. მე ვარ უფალი. თუ ივლით ჩემს წესზე და დაიცავთ ჩემს ცნებებს და შეასრულებთ მათ, თავის დროზე მოგცემთ წვიმას და მიწაც მოგცემთ თავის მოსავალს. მინდვრის ხეები მოგცემენ თავიანთ ნაყოფს. ლეწვა თესვაზე ადრე დაგიდგებათ. რთველი თესვაზე ადრე. ძღომაზე შეჭამთ თქვენს პურს, თქვენს ქვეყანაში მშვიდად იცხოვრებთ. მშვიდობას ჩამოვაგდებ ქვეყანაზე და მოსვენებული იქნებით. აღარ იქნება დამაფრთხობელი. მიწისგან ახვვის სასტიკ მხეცებს და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაზე. გარეკავთ თქვენს მტრებს და მახვილით დაეცემიან თქვენს წინაშე. 100 გარეკავს 5 თქვენგანი და 100 თქვენგანი 10,000 გარეკავს. მახვილით დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე. მოგხედავთ და ნაყოფიერს გახდით. გაგამრავლებთ და შევასრულებთ თქვენთვის მოცემულ აღთქმას. შეჭამთ ძველის ძველს და ახლის წინაშე გამოიტანთ ძველს. ჩემს სავანეს დავიდებ თქვენ შორის და არ შეგიზიზღებთ ჩემი სული. ვიბლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემიერი იქნებით. მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ, რომ მონებად არ დარჩენილიყავით. დაუტყვიტეთ თქვენი უღლის აპეურები და შემართულნი წამოგიყვანეთ. თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ამ ჩემს ცნებებს, თუ არად ჩააგდებთ ჩემს წესებს, თუ ისე შეიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ შეასრულებთ არც ერთ ჩემს ცნებას და დამირღვევთ აღთქმას, მაშინ ამგვარად მოგექცევით. მოგივლენთ შიშის ზარს, ჭლექსა და ცხროებას, თვალის დამავსებელს და სულის შემაღონებელს. ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეგიჭამენ. პისთვიზამ თქვენსკენ და დაუმარცხლებით თქვენს მტრებს. გაგიბატონდებიან მოსისხლენი. გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ. და თუ მაინც არ დამიჯერებთ, შვიდგზის მოგიმატებთ სასჯელს თქვენი ცოდვებისთვის. გავტეხთ თქვენი სიჯიუტის ძალას, კინად ვაქცევთ თქვენს ცას, სპილენძად თქვენს მიწას. ფუჭად დაილევა თქვენი ძალღონე, არ მოგცემთ მიწა თავის მოსავალს და ქვეყნის ხეები თავის ნაყოფებს. თუ კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას და არ მოისურვებთ ჩემს ყურის გდებას, შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის. მოგისევთ გარეულ მხეცებს და გაგიწყვეტენ შვილებს, გაგიწყვეტენ საქონელს. თქვენს დაგლეჯენ და დაცარიელდება თქვენი გზები. თუ ამითაც არ ისწავლით ჭკუას და კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას, მეც წამოვალ თქვენს წინააღმდეგ და შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის. მოვავლენ თქვენზე შურის მგებელ მახვილს, აღთქმის შურისგება და თქვენ შეიხոտებით თქვენს ქალაქებში. ჭირს შეკრით და მტრის ხელში ჩაცვივდებით. როცა გაგიწყვეთ პურის სახსარს, 10 დედაკაცი 1 თონეში დაიწყებს თქვენი პურის ცხობას. წონით გამოგიგზავნიან თქვენს პურს, შეჭამთ და ვერ გაწყებით. თუ მაშინაც არ დამიგდებთ ყურს და გამიწევთ წინააღმდეგობას, მეც გამოვალ თქვენს წინააღმდეგ რისხვით და შვიდგზის დაგჭით თქვენი ცოდვებისთვის. თქვენი ვაჟების ხორცს დაუწყებთ ჭამას და თქვენი ასულების ხორცს შეჭამთ. გაგინადგურებთ ბორცვებს და ამოგიყრით მზის სვეტებს. დავახვავებთ თქვენს გვამებს თქვენი კერპების ნანგრევებზე და შეგიძულებს თქვენ ჩემი სული. გავაუდაბურებთ თქვენს ქალაქებს და დავაცარიელებთ თქვენს საწმიდარებს. აღარ ვიყნოსავ თქვენგან ნაკმევ კეთილსურნელებას. დავაცარიელებ ქვეყანას თქვენი მტრების განსაცვიფრებლად, რომლებიც იქ დასახლდებიან. მიმოგფანტავთ ხალხებში და გაშიშვლებულ მახვილს დაგადევნებთ. დაცარიელდება თქვენი ქვეყანა და გაუდაბურდება თქვენი ქალაქები. მაშინ ამოიგებს მიწა თავის შაბათებს მთელი მხნის მანძილზე, რაც დაცარიელებული იქნება. როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით, მაშინ იუქმებს მიწა, ამოიგებს თავის შაბათებს. იუქმებს მთელი მხნის მანძილზე, რაც არ უუქმია თქვენ შაბათებში, როცა იქ ცხოვრობდით. დანარჩენებს გულს გაგილაჩრებთ მტრების ქვეყნებში. გაფრენილი ფოთლის ხმა შეგაშინებთ და გაიქცევით, თითქოს მახვილს გაურბოდეთ. დაეცემით, მდევარი კი არავინ იქნება. წაიფორხილებენ ერთმანეთზე, თითქოს მახვილს გაურბოდნენ. მდევარი კი არავინ იქნება. ღონე არ გეყოფათ, რომ მტრებს აღუდგეთ. დაიღუპებით ხალხებში და შეგჭამთ თქვენი მტრების მიწა. დანარჩენები დაილევით თქვენი ცოდვების გამო მტრების ქვეყნებში. თქვენი მამაპაპის ცოდვების გამოც დაილევით. თუ გამოტყდებიან თავიანთ ცოდვებში და მამაპაპის ცოდვებში, რომ მიმტყუნეს და ჩემს წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მეც რომ წავედი მათ წინააღმდეგ და მათი მტრების ქვეყანაში გადავასახლე ისინი, თუ მოეთრგუნებათ დაუცვეთავი გულები,
მაშინ გამოისყიდიან თავიანთ ცოდვებს და მეც გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან, ისაკთან დადებულ აღთქმასაც და აბრაამთან დადებულ აღთქმასაც გავიხსენებ, ქვეყანასაც გავიხსენებ. მიწა მიტოვებული იქნება მათგან და გამოისყიდის თავის შაბათებს, როცა მათგან დაცარიელდება. ისინი კი გამოისყიდიან თავიანთ ცოდვებს, რომ შეიძულეს ჩემი სამართალი და ჩემი წესები შეიზიზღა მათმა სულმა. და მაინც მტრის ქვეყანაში მათი ყოფნის დროსაც კი არ შევიძულებ მათ და არ შევიზიზღებ მოსასპობად, მათთან დადებული აღთქმის დასარღვევად, რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი. მათთვის გავიხსენებ ჩემს აღთქმას წინაპრებთან, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანი ხალხების თვალწინ, რათა მათი ღმერთი ყოფილიყავი. მე ვარ უფალი. აჰა წესები, სამართალი და რჯული, რომელიც დადო უფალმა თავისა და ისრაელიანთა შორის სინაის მთაზე მოსეს ხელით.